უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად რეგისტრაცია გაიარა უმაღლესი საბჭოს 12-მა წევრმა, შესაბამისად ქორუმი გვაქვს და შეგვიძლია შევუდგეთ მუშაობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 7 თებერვლის რიგგარეშე სესიას გახსნილად ვაცხადებ. კოლეგებო, რიგგარეშე სტომა და შესაბამისად იცით თქვენთვის დღეს ეს იგი ცნობილია, დღეს ეს იგი იცით რომ გვაქვს ორი საკითხი. პირველი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ტიტე აროშიძის ადგილმონაცვლის ლაშა სირაბიძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ და მეორე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩევა. აქვე მოგახსენებთ, რომ რიგგარეშე სტომის სესიის დღის წესრიგს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 62 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად კენჭი არ ეყრება, ვინაიდან რიგგარეშე სტომა ტარდება მხოლოდ ინიციატორის მიერ მოთხოვნილი საკითხთა ნუსხით და იხურება მისი ამოწურვისთანავე, აქედან გამომდინარე, დღის წესრიგს ბუნებრივია კენჭს არ ვუყრით. განცხადებების გაკეთების სურვილი ხომ არ გვაქვს რაიმე? გადავიდეთ საკითხების განხილვაზე. ასეთი მსურველი არ არის, შესაბამისად შეგვიძლია დავიწყოთ საკითხების განხილვა და დღეს ეს იგი გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით ტრიბუნასთან ვთხოვთ ბატონ მამუკა თურმანიძეს, ვთხოვთ ბატონო მამუკა. მოგესალმებით კოლეგებო, დღეს საკონსტიტუციო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ერთი საკითხი აქვს, რომელსაც წარმოგიდგენთ. როგორც თქვენთვის ცნობილია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 29 იანვრის დადგენილებით ტიტე აროშიძის ვადამდე შეუწყდა უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 70 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2025 წლის 3 თებერვლის ნომერ 1-გან გარკვევლება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ნაცვლად მისი ადგილმონაცვლის ცნობის თაობაზე და სათანადო საბუთები. უსქოს თავმჯდომარის განკარგულების თანახმად მოკალაკეთა პოლიტიკური გაერთიანების ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს პარტიული სიით არჩეული უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ტიტე აროშიძის ადგილმონაცვლად წარმოდგენილია ამავე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების პარტიული სიით წარდგენილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი ბატონი ლაშა სირაბიძე. განკარგულებას თან ახლავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა შესაბამისი აუცილებელი დოკუმენტები. უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის 6 თებერვლის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად შეისწავლა და განიხილა უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ტიტე აროშიძის
ადგილმონაცვლელ ლაშა სირაბიძის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ ცნობილი იქნეს ლაშა სირაბიძე უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება. გაგაცნობთ დადგენილების პროექტს. ერთ დადგენილება გვაქვს, ბატონებო, პროექტი წარმოდგენილი არის შესაბამისად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ტიტი არუშიძის ადგილმონაცვლის ლაშა სირაბიძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ დადგენილება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-7 მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს. პირველი, ცნობილი იქნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ტიტი არუშიძის ადგილმონაცვლის ლაშა სირაბიძის უფლებამოსილება და მეორე, ეს დადგენილება ამოქმედეს მიღებისთანავე. დადგენილება წარმოდგენილი არის. ამით ეს საკითხი დასრულებულია ბატონ დავით. მადლობა ბატონო მამუკა, კითხვები ხომ არ გექნებათ? შეგიძლიათ დაბრძანდეთ. მადლობა ყურადღებისთვის. კომიტეტების წარმომადგენლებს ხომ არ სურთ გამოსვლა? ფრაქციის წარმომადგენლებს? მომხსენებელი ხომ არის სარგებლობდა დასკვნითი სიტყვით? არა. აღნიშნული საკითხის განხილვა დასრულებული აქვს, გთხოვთ მომაწოდოთ რეგისტრაციის მონაცემები. აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად რეგისტრაცია გაიარა უმაღლესი საბჭოს 12-მა წევრმა. შესაბამისად, შეგვიძლია რომ საკითხი დავსვათ კენჭისხრაზე, ყურადღებით კენჭისხრა. კენჭი ეყრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ტიტე აროშიძის ადგილმონაცვლის ლაშა სირაბიძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ. გთხოვთ ხელისაწევით დაადასტუროს ვინ არის მომხრე. წინააღმდეგი 12 ხო? 12 ხმით დადგენილება მიღებულია, ულოცავ ბატონ ლაშას უმაღლეს საბჭოში დაბრუნებას. უსურვებ წარმატებულ საქმიანობას, ახალი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით ტექნიკური საკითხების მოგვარების ვიზნით ვაცხადებ შესვენებას 10 წუთით არ დავიშალოთ, უბრალოდ რამოდენიმე ტექნიკური განცხადება გაკეთდება და განვაგრძობთ ცნობას. კოლეგებო, განვაგრძობთ ცდომას. დღეს ეს იგი გათვალისწინებული მეორე საკითხთან დაკავშირებით მინდა გაგაცნოთ ფრაქცია ქართული ოცნების სარგებლობა, რომლის თანახმადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 31 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილია მამუკა თურმანიძის კანდიდატურა უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 31 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-6 პუნქტების თანახმად კომიტეტის თავმჯდომარე აირჩევა ღია კენჭისყრით, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. გვაქვს პირდაპირ კენჭისყრა, არ იქნება გამოსვლები რეგლამენტის თანახმად. აქედან გამომდინარე აპარატს ვთხოვ მომაწოდოს ინფორმაცია რეგისტრაციის მონაცემების შესახებ. აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად რეგისტრაცია გაიარა უმაღლესი საბჭოს 13-მა წევრმა. შესაბამისად შეგვიძლია რომ კენჭისყრაზე დავსვათ საკითხი. ყურადღებით, კენჭი ეყრება გადაწყვეტილებას მამუკა თურმანიძის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დარჩევის შესახებ. ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი 13 ხმით მამუკა თურმანიძე არჩეულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ. ჩემი და თქვენი სახელით ულოცავ ბატონ მამუკას მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობას, უსურვებ წარმატებებს და მაქვს იმედი რომ საქმიანობაში თქვენი მხრიდან იქნება სრული ხელშეწყობა. აღნიშნულით რიგარეშე სესიის დღის ეს იგი გათვალისწინებული საკითხები ამოწურულია 2025 წლის 7 თებერვლის რიგარეშე სესიას დასრულებულად ვაცხადებ.